აი ნახეთ ადამიანებო, როგორ დადის, რასი სწრაფით დადის მატარებლები. ბელგიაში მე ახლა ერთ-ერთ სოფლის სადგურზე ვარ, აი ესა ახლა სოფელი. და ნუ სოფლის სადგურზე ვარ, რა თქმა უნდა, იმან არ გააჩერა. აი შეგიძლიათ განახოთ ახლა სადგური როგორი ლამაზია, ერთ-ერთ ლამაზ პატარა კოხთა სოფელში. ლამაზ პატარა კოხთა სოფელში ნახეთ ახლა. ნახეთ რა არის მოწესრიგებული, როგორ არის მოწესრიგებული ყველაფერი. აი ნახეთ. ნახეთ. და ნუ მე ახლა მინდა გითხრა რომ ბელგია ძალიან პატარა ქვეყანაა და ნამდვილად არ ჭირდებათ ახლა ისეთი მატარებლები როგორც საფრანგეთში დადის 350 კმ/სთ. აქ მეტი აი ასე სწრაფად დადის. და ნუ რაც თავარია დადის ყოველ 5 წუთში, ყოველ 10 წუთში. და რა ვიცი, შეხვარ შიგნით სისუფთავე, მოწესრიგებული ყველაფერი. რა ვიცი, რა გითხრათ ახლა. მოწესრიგებულია ყველაფერი. ახლა მე სოფელში ვარ. მივდივარ ქალაქ ლუვენში. რამდენიმე წუთში ჩამოდგება ჩემი მატარებელი, არც დააგვიანებს, არც ადრე მოვა. არაფერი გააჩერებს, ახვალ დაждები. რა დაგვდება სისუფთავე და ყველაფერი რა. აი რა განახოთ ახლა. აი ესა ბელგიური ლამაზი სოფელი. ჩავარ ქალაქ ლუვენში რაღაც 20 წუთში და მინდა გითხრათ რომ ბელგიაში გზავთან ნაკადის ქალაქიდან ქალაქში ვინც მოძრაობს, გზავთან ნაკადის 90% დადის მატარებლით. დაქსელილია მთელი ბელგია. აი ნებისმიერი წერტილი და ნებისმიერ წერტილში მიხვალ ოღონ გადაჯდომით, რა თქმა უნდა, ახლა ზოგ ადგილას მიხვალ გადაჯდომით, მაგრამ დაქსელილია. და ავტობუსი როგორც ასეთი ქალაქიდან ქალაქში სამგზავროდ თითქმის არ გამოიყენება. მხოლოდ და მხოლოდ რკინიგზაზეა ეს ყველაფერი აწყობილი. ახლა რა ხდება ჩვენთან? ჩვენთან ხდება ის, რომ დღეში დადის 2 მატარებელი და რა ვიცი, ეტაკებიან ერთმანეთს და ალბათ გასცობს რამდენიმე თვის წინ 2 ადამიანი იმსხვერპლა მატარებლების შეტაკება. ოზურგეთში წევიდა და ვერ ჩააწია მატარებელმა. და ასე შემდეგ რა, ან თოვლი მოვა და ვერ გაჩერდება შუაგზაში და ყინავენ შიგნით მგზავრებს. ნუ არ ვიცი, აი ესაა ევროპა და ეს გვინდა, ასეთი ცხოვრების წესი გვინდა და არა იგი რაღაცეები რა. და არა, რა ვიცი ახლა, რასაც ევროპაში უყურებთ, თურმე იმას გვასალებენ, არაფერსაც არ გვაძალებენ. გვეუბნებიან ჩვენთან თუ გინდათ, აი ასე მოაწესრიგეთ ცხოვრება, ასე დაიცავით ადამიანის უფლებები და მიგიღებთ. თუ არა და კისერი გიტეხიათო, თან გვეუბნებიან რა. აი ნახეთ ახლა აგერ აზაზუნებს ალბათ მეორე ამ ჩემ ლაივში ან მოვა და გააჩერებს, ან შეიშლიგინებს იგიც, რა ვიცი, ვაცალოთ უკვე ზარის სხვა იმას ნიშნავს, რომ გვიახლოვდება მატარებელი. აი ყოველ 2 წუთში, ყოველ 5 წუთში, აი ნახეთ ხო, კაი არა ერთმა და აი ჩაიკეტა უკვე შლაგბაუმები, აი მოდის მეორეც. მე მგონი არ დატაკებია გზაში. კი, ეგიც არ აჩერებს შემი აზრით. 2 სართულიანია. ეს აქ ალბათ არ გააჩერებს, შეიშლიგინებს ესეც. შემეშალა აჩერებს. აი აჩერებს, გააჩერა ჩემი არა ყოველ შემთხვევაში. რაცა ასე ვიცი, არ გემექცეს ერთი, მადლობთ ყურადღებისათვის.